დიდი მადლობა ქალბატონებო და ბატონებო. ჩვენ ირანზე ვისაუბრებთ. და აქ მაქვს ურთიერთგაგების მემორანდუმი. და 6 წუთის წინ შევამოწმე და ჯერ არ შეცვლილა. მინდა მეორე სექციიდან წავიკითხო. ამერიკის შეერთებული შტატები და ირანის ისლამური რესპუბლიკა იღებენ ვალდებულებას, რომ პატივისცენ ერთმანეთის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და თავი შეიკავონ ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩარევისგან. და ეს მაიძულებს ვუთხრა JD1-ს, რომ აქ დემოკრატია. ნუ გვეტყვით, რას ვიფიქროთ ან თქვათ. კარგი, მოდი დავიწყოთ ამ მემორანდუმის საკითხით. იოსი კუპერბასერი, კარგია, ცუდია, თუ სადღაც შუაშია. შეაბრუნეთ. ეს სუდია, ეს სუდი მემორანდუმია. ბევრი მიზეზის გამო. პირველ რიგში ის ირანელებს ბევრს აძლევს, მაშინ როცა ჩვენ არაფერს გვაძლევს პირველ ეტაპზე. მეორეც ის ლიბანს ირანთან აკავშირებს. ეს უკვე განხილული იყო, ეს დიდი შეცდომა. მესამეც ის ირანის რეჟიმს ლეგიტიმაციას აძლევს, რაც არ უნდა მიგვეცა იმის გამო, რაც მათ აქამდე გააკეთეს. და მეოთხეც, რაც ბირთვულ საკითხზე მივიღეთ, ძალიან ბუნდოვანია. და ერთადერთი რაც მივიღეთ არის ირანელების ვალდებულება, რომ რაღაც გააკეთონ მათ ხელთ არსებულ გამდიდრებულ ურანთან დაკავშირებით. არ არის ნათელი ზუსტად რას აპირებენ ისინი. ასე რომ თუ ყველაფერს შევაჯამებთ, ეს ცუდი მემორანდუმია. ფიქრობთ, რომ ეს რეალურად სანდო მემორანდუმია, თუ უბრალოდ მოტყუებაა? არა, ეს მოტყუება არ არის. ფიქრობ ეს ასახავს შეერთებული შტატების ინტერესს, მიაღწიოს შეთანხმებას ირანთან და დაასრულოს ომი. ისე რომ მათ შეეძლოთ ეთქვათ, რომ ირანის ბირთვული პროექტი მოაგვარეს. მაგრამ ამის სანაცვლოდ ირანის რეჟიმს მისცენ საშუალება დიდხანს დარჩეს ხელისუფლებაში და ეს ისა, რაც უკვე გვაშფოთებს. უნდა გვახსოვდეს, როცა ამ ომში ამერიკელებთან ერთად შევედით, გარკვეული მიზნები ჰქონდა, რომლებიც თქვით, რომ უნდა მიგვიღწია. მათგან უმეტესობა ის მიზნებია, რომელთა მიღწევაც საჰაერო ძალების გამოყენებით შეიძლება. ჩვენ და ჩვენ შევძელით ამ მიზნების მიღწევა. ჩვენ ძლიერად დავარქმით ირანის ბირთვულ ინფრასტრუქტურას, მათ შორის იმას, რაც აუცილებელია იარაღის დასამზადებლად. ჩვენ ძლიერად დავარქმით ბალისტიკური რაკეტების წარმოებას. ჩვენ ძლიერად დავარქმით ხელმძღვანელობას, დავარქმით მეცნიერებს, დავარქმით სამხედროებს. ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ, რაც შეიძლება მიღწეულ იქნას საჰაერო ძალის გამოყენებით. მაგრამ ჩვენ გქონდა ასევე ყველა სახის მიზანი, რომელიც ვერ მიიღწევა პირდაპირ საჰაერო ძალის გამოყენებით. და ეს წინასწარ უნდა გწოდნოდა, რომ ძალიან რთული იქნებოდა მის მიღწევა. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ უნდა გწოდნოდა ირანელები გამოიყენებდნენ შესაძლებლობას ხორმუზის სრუტის დასახურად. ემილი, მემორანდუმი კარგია, ცუდია, თუ რაღაც სხვა? კარგი, ვფიქრობ, აქ ყველა ვინც მიცნობს, იცის, რომ ეს აბსოლუტურად საშინელი მემორანდუმია. სამწუხაროდ ვფიქრობ, რომ ეს სერიოზულია. და ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა იმ ნაწილში, რომელიც ახლახან ახსენეთ და რითაც ეს სეგმენტი დაიწყეთ, სწორედ ეს განცხადება. ჩვენ არ ჩავერევით ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიულ მთლიანობასა და შიდა საქმეებში, მაშინ როცა ეს არის რეჟიმი, რომელსაც 47 წელია მასშტაბური ადამიანის უფლებების დარღვევები აქვს. რომელმაც სულ ახლახან ამ ოპერაციის დაწყების წინ 80,000 ადამიანი დახოცა. საკუთარი ხალხი ქუჩებში, რომელიც დღემდე ყოველდღიურად ასრულებს სიკვდილით დასჯას, რომელსაც ათასობით ადამიანი ხავს ციხეებში, სადაც მათ აწამებენ მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი აპროტესტებენ. ბევრს მათგან ბრალაცდებენ მოსადის აგენტობას ან სხვა რამეს, რასაც რეჟიმი დაადებს. რომ თქვათ, შეერთებული შტატებისთვის, რომელიც თავისუფლების დამცველია, ხომ ასეა? თავისუფალი სამყაროს ლიდერისთვის, რომ ყველაფერზე რაც მოხდა, ასე უპასუხოს, რომ ჩვენ არ ჩავერევით ირანის შიდა საქმეებში, ეს სრულიად მიუღებელია. სანამ ეს რეჟიმი იარსებებს, უნდა იყოს საერთაშორისო ზეწოლა შიდა საქმეებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, უბრალოდ ირანელ ხალხს ველაპარაკებით ზემოდან. კიდევ ერთხელ ვამბობ, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. შესანიშნავია. კარგი. მოდით ვისაუბროთ ბალისტიკურ რაკეტებზე, რომლებიც ამ დოკუმენტში ნახენები არ არის. იოსი, შეგიძლია გითხრა, რა არის ბალისტიკური რაკეტების რეალური საფრთხე ახლა? და მოდი ჩავრთოთ გეიმის ოჯახი რაკეტების 105-120, რომლებიც ახლა ვითარდება, რომლებიც Outer Space-დან შემოვა, გთხოვთ.
პირველ რიგში რომ უთხრა ისრაელებს ან ამერიკელებს, რომლებიც ხშირად სტუმრობენ ისრაელს, როგორც ამ ოთახში მყოფები, რა არის ირანული ბალისტიკური რაკეტების საფრთხე? ეს ცოტა სასაცილოა. ყველამ გამოცადა ეს. იმდენჯერ იყო ისრაელში. ჩვენ იმდენჯერ გავქცეულვართ თავშესაფარში, რომ გონია სასაცილოა აგიხსნათ რა არის ბალისტიკური რაკეტების საფრთხე. მაგრამ ვფიქრობ, უნდა გავაცნობიეროთ, რა ქონდათ ირანელებს განზრახული და ამას ამერიკის ადმინისტრაცია არაერთხელ ამბობდა. ომის დასაწყისში იდეა იყო იმდენი ბალისტიკური რაკეტა ქონოდათ, რომ ბალისტიკური რაკეტები ბირთვული იარაღის საფრთხეს ჩაანაცვლებდა. ეს იყო მათი ჩანაფიქრი. აი რატო არის ძალიან პრობლემური რბილად რო ვთქვათ ბალისტიკური რაკეტების ამ შეთანხმებაში არ ჩართვა და ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ მათ არ მიეცემათ მათი წარმოების უფლება. კატეგორიულად არა იმ ტიპის ბალისტიკური რაკეტები, რაც უკვე ვნახეთ, რომ მათ შეუძლიათ დიეგო გარსიამდე მიაღწიონ 4000 კილომეტრის სიშორეზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტებით. ამ რაკეტებს ევროპის თითქმის ნებისმიერ წერტილამდე შეუძლიათ მიღწევა და ისინი გეგმავენ ბალისტიკური რაკეტების შექმნას, რომლებსაც შეერთებულ შტატებში შეუძლიათ მიღწევა. ასე რომ თუ ბალისტიკურ რაკეტებს არ გაუმკლავდებით, ეს უზარმაზარი შეცდომა. და ამ ყველაფერთან ერთად ვფიქრობ, რომ ბალისტიკური რაკეტები ასევე უნდა განიხილებოდეს როგორც ბირთვული პროექტის ნაწილი. რადგან როგორ აპირებთ ბირთვული კობინების მიწოდებას თუ ბალისტიკური რაკეტები არ გაქვთ? GCPOS დიდი შეცდომა იყო ის, რომ ირანს უშლიდა ხელს ბალისტიკური რაკეტების განვითარებაში, რომლებიც განკუთვნილია ბირთვული კობინის გადასატანად. მაგრამ თუ ბალისტიკური რაკეტა სპეციალურად არ იყო განკუთვნილი, მაგრამ შეუძლია ესეთი კობინის გადატანა, ამაზე არაფერი იყო ნათქვა. ვფიქრობ, ეხლა უკვე უნდა დავწუნდეთ, რომ გვაქვს გარკვეული პუნქტი, რომელიც ირანს აუკრძალავს ბალისტიკური რაკეტების განვითარებას, რომელსაც ბირთვული კობინის გადატანა შეუძლია. და ეს თითქმის ყველა ბალისტიკურ რაკეტას ეხება, რომლის წარმოებაც მათ სურთ, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ყველა ახალს, მათ შორის იმათაც, რაც უკვე აქვთ და რა თქმა უნდა, ახალსაც, რომლის წარმოებასაც აპირებენ. დიახ, რადგან ახლა ისინი გადადიან ორბიტალურ და არაბალისტიკურ რაკეტებზე, განსაკუთრებით ქიამის სერიით. ემილი, თქვენ ემოციურად ისაუბრეთ ირანის ხალხზე და იმ ფაქტზე, რომ 42,000 მათგანი ამოხოცეს. მათ საკუთარი მეზობლები ამოხოცეს. იფიქრეთ, რას გაგვიკეთებდნენ ჩვენ? ჩვენი ერთ-ერთი მისწრაფება იყო, რომ ირანში როგორმე ახალი, თავისუფალი, სპარსული ხალხი გამოჩნდებოდა, რომ ეს საშინელი მულების რეჟიმი დაემხობოდა. როგორ ფიქრობთ, რა მომავალი ელით ამ ხალხს ეხო? მე ისე ვჯერა, რომ ადრე თუ გვიან რეჟიმის ცვლილება მოხდება. ამ საკითხზე ჩემი პოზიცია შემიცვლია. არ ფიქრობდი, რომ ეს ომით მოხდებოდა. არც ახლა მგონია, რომ ომით შეიძლება ამის მიღწევა. ეს ნამდვილად ხალხისგან უნდა წამოვიდეს. თუმცა ეს შეიძლება ხელშეწყობილი იყოს, რისი ხილვის იმედიც ჰქონდა და სინამდვილეში ეს იყო ის, რასაც როგორც შეერთებული შტატებისგან, ასევე ისრაელისგან მოვისმინეთ ოპერაციის დაწყების დროს. ამის მიუხედავად, როგორც ჩანს, ეს პროცესი ცოტა უფრო დიდ ხანს გასტანს. ამას სიხარულით არ ვამბობ, რადგან ვიცი, რომ დროის ფასი ირანის ხალხის სისხლით იხდება. და ის ფაქტი, რომ საერთაშორისო საზოგადოებას როგორც ჩანს, ეს არ ესმის, ძალიან შემაშფოთებელია. ეს ძალიან ცუდ პრეცედენტს ქმნის. ეს არ არის შემაკავებელი ფაქტორი. სინამდვილეში ეს ადამიანის უფლებების დარღვევას კიდევ უფრო ახალისებს, რადგან აჩვენებს, რომ არ არსებობს პასუხისმგებლობა. და ეს აჩვენებს, რომ თუნდაც უთიეთქაგების მემორანდუმის პირობებში შეიძლება დაჯილდოვდე მაშინაც კი, როცა საკუთარ ხალხს ასე ექცევი და ასე იქცევი. ეხლა ერთ-ერთი ყველაზე გამაღიზიანებელი რამ ამ მემორანდუმთან და საერთოდ ამ ომის მართვის გზასთან დაკავშირებით არის ის, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ცალმხრივად და ძალიან მოულოდნელად გამოაცხადა ცეცხლის შეწყვეტა. იმავე დროს, როცა ისრაელის თავდაცვის ძალები რეალურად უტევდნენ ალყას, ანუ ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსის საგუშაგოებს, რომლებიც მათ ქალაქებში დააყენეს. ეხლა ეს არის ერთ-ერთი მექანიზმი, რომელსაც რეჟიმი იყენებს იმისთვის, რომ ირანში მასშტაბური საპროტესტო აქციების წარმოშობა აღკვეთოს. ისინი ამაზე შეშფოთებულები არიან ისრაელსა და შეერთებულ შტატებს შორის ძალადობის ბოლო ტალღის შემდეგ. ძალიან მძიმე დევნა ირანელების მიმართ ადგილზე. და რეალურად ერთადერთი გზა, რომ ამაში დახმარება გაეციათ, იყო მცირე მასშტაბის ოპერაციები, რომლებიც ვნახეთ, რომ ისრაელმა დაიწყო. რა შეაჩერა ეს? პრეზიდენტი ტრამპი. კვლავაც საბოლოო ჯამში ის ფაქტორი, რომელიც ირანში სიტუაციას შეცვლის და ამ ხალხისთვის ახალ მომავალს მოიტანს. და მე ნამდვილად მჯერა, რომ ისინი ამას მიაღწევენ, მაგრამ ეს ხალხისგან უნდა წამოვიდეს, ასე რომ ეს არის ის, რაც ამ მხრივ უნდა ვიხილოთ. იოსი, ფიქრობთ, რომ ამ მემორანდუმის ხელმოწერიდან 60 დღეში საბოლოო შეთანხმება არ იქნება? განხილვები გაგრძელდება, ან ჩვენ დავბრუნდებით სამხედრო დაპირისპირებაში? პირველ რიგში მე მეპარება ეჭვი, რომ 60 დღეში შეძლებთ შეთანხმების მიღწევას. რადგან ორივე მხარე იმ მდგომარეობაშია, რომ ვერ აჩვენებს იმ მოქნილობასა და დათმობებს, რაც აუცილებელია შეთანხმების მისაღწევად, მათი აუდიტორიისა და საკუთარი ვალდებულებების გამო.
გულისხმობ, არ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი ტრამპი შეძლებს შეთანხმებაში შესვლას, რომელიც ირანის ბირთვულ პროექტს არ დაასრულებს. და ამავე დროს არ მჯერა, რომ კალიბაბ შეუძლია გაყიდოს შეთანხმება, რომელიც ამ პროექტს დაასრულებს. ასე რომ არ ვფიქრობ, რომ შეთანხმებას მივაღწევთ, თუმცა ვფიქრობ, რომ გაგრძელების შანსი არსებობს. იმის გამო, რომ ორივე მხარეს სხვადასხვა გრაფიკი აქვს, ასე რომ შეიძლება გაგრძელება ვიხიბავთ. და ამ ხრივ ორი რამ უნდა გაუსვა ხაზი. პირველ რიგში ისრაელის თვალსაზრისით უნდა მივიჩნიოთ, რომ ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების საკითხი არ უნდა იყოს ის, რაც ხელს შეგვიშლის ჩვენი მიზნის მიღწევაში. რომ შევინარჩუნოთ კონტროლი ყველა იმ ტერიტორიაზე, სადაც ჩვენ, სხვა დასავლური ქვეყნებისგან განსხვავებით, ადგილზე ჯარები გყავს ჩვენი თავის დასაცავად, იმისთვის რომ გქონდეს თავდაცვითი საზღვრები. როგორც ლიბანში, ასევე ღაზაში, სირიაში, იუდეასა და სამარიის რეგიონში, ყველა ამ ადგილას. უნდა წავიდეთ და გავაკეთოთ ის, რაც საჭიროა, მიუხედავად მიმდინარე მოლაპარაკებებისა. ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია. მიხარია, რომ დღეს პირველად პრეზიდენტი ტრამპი ამ პოლიტიკის მიმართ გარკვეულ გაგებას ავლენს. ეს დიდი მიღწევა. მეორე მხრივ, უნდა შეუწყოთ ხელი ამერიკელებს, რომ გაიგონ, რა უნდა იყოს საბოლოო შეთანხმებაში. რადგან ზოგჯერ ავიწყდებათ. არა რო არიციან, მაგრამ ზოგჯერ ავიწყდებათ. უნდა დავწმუნდეთ, რომ ეს შეთანხმება სრულად წაართმევს ირანელებს შესაძლებლობას მომავალში ბირთვული იარაღი აწარმოონ. მომავალში ბირთვული იარაღი. აუცილებელია არანაირი გამდიდრება, ირანიდან გამდიდრებული ურანის სრულად გატანა, სანდო ვალიდაციისა და მონიტორინგის სისტემის არსებობა. ეს ყველაფერი კრიტიკულად მნიშვნელოვანია და არანაირი ბალისტიკური რაკეტები, რომლებიც ბირთვულ იარაღს გადაიტანენ, ემილი, რა იქნება შემდეგი ამერიკის მთავრობისთვის, ამერიკული მედიისთვის და ამერიკელი მოსახლეობისთვის ამ ომში? კარგი, მხოლოდ 12 წამი მაქვს, ასე რომ ყველაფერზე ვერ უპასუხებ 12 წამში, მაგრამ ვფიქრობ ნახავთ, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს ყველა მცდელობას, მათ შორის ისეთ მცდელობებსაც, რაც არ უნდა გააკეთონ, რომ შეთანხმებას მიაღწიონ ისლამურ რესპუბლიკასთან. ვფიქრობ, ეს სტრატეგიული შეცდომაა. და ჩვენ ვახსენეთ ბირთვული საკითხი, ვახსენეთ ბალისტიკური რაკეტები, მაგრამ მინდა დავამატო, რომ პროქსების საკითხი ძალიან დიდი პრობლემაა. ამაზე საერთოდ არ საუბრობენ. ეს დღის წესრიგის ნაწილი არ არის. და კიდევ უფრო შემაშფოთებელია ის, რომ ჩვენ საუბრობთ მილიარდობით დოლარის გადაცემაზე ირანის ისლამური რესპუბლიკისთვის, რომელმაც 47 წლის განმავლობაში თითოეული დოლარი გამოიყენა. შეკელი ან ნებისმიერი ვალუტა, რაშიც გინდათ დაითვალოთ. იმ ტერორისტული პროქსების დასაფინანსებლად, რეგიონის დესტაბილიზაციისთვის, ომების დასაწყებას დასაწყებად, ამ რეგიონის მასშტაბით მშვიდობიანი მოსახლეობის მოსაკლავად. და შეერთებული შტატების პრეზიდენტი რეალურად მათ ზურგს აქცევს მთელ ამ რეგიონში, არა მხოლოდ ისრაელის სახელმწიფოს, არამედ დანარჩენ რეგიონსაც, რომელიც უკვე იღებს ასობით ბალისტიკურ რაკეტას, დრონებით თავდასხმებს, უცხოეთ ძალადობას, სამოქალაქო ომებს. ეს ყველაფერი კი ამ კონფლიქტის ტალღამდეაც ხდებოდა. და ეს არის ის, რასაც ჩვენ ვერ დაუშვებთ. და სწორედ ამ მიზეზით პირადად მე წინააღმდეგი ვარ ნებისმიერი შეთანხმების, რომელიც ირანის ისლამურ რესპუბლიკას თახებს ულბობს, რადგან სანამ ეს რეჟიმი ხელისუფლებაშია, ისინი თითოეულ დოლარს ტერორიზმისთვის გამოიყენებენ და ეს არ არის ის, რასაც ჩვენ უნდა დაუშვათ. დიდი მადლობა თქვენ ორივეს. გმადლობთ. ჩვენ მხოლოდ ერთი წუთით გადავაჭარბეთ.